ჯერ გაზპრომის შემოვა საქართველოში, შემდეგ კი რუსეთი ჯარს შემოიყვანს. ასეთი ახალციხელების პოზიცია ქვეყანაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოსვლასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გაზპრომთან ხელშეკრულებას გააფორმებს, ადგილობრივები არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ან ბიზნეს ინტერესები იყოს. ახალციხელების ნაწილი საქართველოში ალტერნატიული გაზის შემოსვლის მეორე მხარეზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს ფაქტი მეზობელ ქვეყანასთან დაგვაახლოებს. ძალიან კარგი იქნება, მაგას რა ჯობია. რატო და ალტერნატივა რო გექნება, მაგას რა ჯობია კაც. პირიქით დადებითი იქნება, აღდგება ურთიერთობა და რაღაცა დადებითი იქნება. რა მნიშვნელობა ურთიერთობას აქვს მნიშვნელობა თუ კარგი ურთიერთობა ყველაფერზე დავთანხმდებით. არ ვიცი როგორც დაარეგულირებენ საქართველოს და რუსეთი ისე იყოს. არა გენაცვალე რუსული გაზი არასოდეს საფრთხეს არ შეუქმნის, იმიტომ ჩვენ რუსები თავის დროზე ძალიან კარგად ვიყავით, მათთან კარგად ცხოვრობდით და არ მგონია რომ რაიმე პრობლემები შეგვექმნას. ადგილობრივ მაცხოვრებელს რუსეთზე კაი მე მგონი არ იქნება. ევროპას ჩვენ 10 წელია მიდიან და არაფერი არ იქნება ევროპამ. რა ვიცი, მე მგონი არ არის კარგი აზრი და. ხო გვაქვს გაზი, რატო უნდა მოვიტანოთ რუსეთიდან? რატო შემოგვაქვს ვერ გავიგე? ალბათ პოლიტიკური ამბავია, აბა რა არის, ხო გვაქვს გაზი ჩვენ. აზერბაიჯანი ხო გვაძლევს საყოფს. გამოგველია? გვაძლევს უარს ხო არ ამბობს არა? რა ვიცი, მე მგონი რომ არ იქნება კარგი. სისულელია, არ უნდა შემოვიდეს. იმიტომ არ უნდა შემოვიდეს, შვილო რომ გაზი რო შემოვა, მერე სამხედრო შემოყვება. ორჩე რაც უნდა მაგას ლაპარაკი. ის უნდათ რომ რუსეთი შემოიყვანოს კალაძემ და ივანიშვილმა. ჩვენ ისედაც ვართ რუსეთის წიხლის ქვეშ. ტერიტორიები აქვს წართმეული. გაზპრომის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კომენტარი დღეს ენერგეტიკის მინისტრმაც გააკეთა. კახი კალაძის თქმით, კომპანიასთან თანამშრომლობა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან მასთან წინა მთავრობებიც თანამშრომლობდნენ. შემოვა თუ არა რუსული გაზი საქართველოში, მინისტრი ამაზე ზუსტად ვერ საუბრობს, თუმცა სამომავლოდ იგი არაფერს გამორიცხავს. აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპა, აზიის ქვეყნები, კავკასიაში მდებარე ქვეყნები ყველა თანამშრომლობებია გაზპრომთან. ჩვენი ხელისუფლება და იმის წინა ხელისუფლებაც თანამშრომლობდა გაზპრომთან და მე ვფიქრობ რომ პრობლემა არ შექმნია. ამიტომ დღეს რატო წამოიწია ეს საკითხი, როდესაც ჩვენ ყოველწლიურ რეჟიმში ვახორციელებთ ამ კომპანიასთან მოლაპარაკებას, ყოველწლიურად შემოგვაქვს ბუნებრივი აირი რუსეთიდან. საქართველოსა და კომპანია გაზპრომის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ეკონომისტებიც საუბრობენ. ალექსანდრე თვალჭრალიძე ამბობს, რომ ქართული მხარის მიერ კომპანიასთან გამართული მოლაპარაკებები პირდაპირ რუსეთის გაზის საქართველოში შემოსვლას არ ნიშნავს. ეკონომისტი იმ სქემაზე საუბრობს, თუ როგორ შეიძლება მიიღოს საქართველომ ალტერნატიული ბუნებრივი აირი. გაზპრომთან მოლაპარაკება არ ნიშნავს, რომ ჩვენ პირდაპირ რუსეთიდან შევისყიდით გაზს. შეიძლება მრავალნაირი ბარტერი მოხდეს, თქვათ მიაწოდოს ირანმა სომხეთს უფრო მეტი გაზი, ჩვენ სომხეთის წილი ავიღოთ და გადაუხადოთ ირანს ეს ფული. მრავალი სქემები არსებობს, ეს გამჭრიახობაზეა დამოკიდებული. გაზპრომი საქართველოს ბუნებრივი აირით 2006 წლამდე ამარაგებდა. მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ოსეთში რუსულ გაზსადენზე აფეთქება მოხდა და საქართველოს შუა ზამთარში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა, თბილისმა გადაწყვიტა არასანდო გაზის წილი მინიმუმამდე დაეყვანა და იგი აზერბაიჯანულით ჩაენაცვლებინა. გააგრძელებს თუ არა ქართული მხარე გაზპრომთან მოლაპარაკებებს, რომლის 1%-ის მფლობელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია, ეს ჯერ უცნობია. მანამდე კი უცხოური მედია საშუალებები საქართველოში აზერბაიჯანული სოკარისა და რუსული გაზპრომის ომს პროგნოზირებენ.